ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ საქართველოს ბანკის, TBC ბანკისა და საქართველოს კაპიტალის მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება: Lion Finance Group-ის აქციების ფასი 1.72%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 108.5 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5 მილიარდ 330 მილიონი გირვანქა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 35.54%-ით გაიზარდა. TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 2.14%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 47 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2 მილიარდ 630 მილიონი გირვანქა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 9.54%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის აქციებს, ის 4.67%-ით შემცირდა. ერთი აქციის ფასი 38 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1 მილიარდ 800 მილიონი გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 59.61%-ით არის გაზრდილი. რიტეილ ასოციაცია ფასების საპარლამენტო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე მოკლევადიან პერიოდში ხელშესახების შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის. საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ დასკვნა გუშინ წარადგინა. ასოციაციის თანახმად, წევრმა კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა. რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები. კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ კი FMCG ბაზარზე მარეგულირებელ უწყებად სააგენტოს შერჩევა მოხდება, ისინი მზად არიან ეს ფუნქცია ჯეროვნად აღასრულონ. ფასების საპარლამენტო კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ FMCG ბაზარზე მონიტორინგი გამკაცრდეს და ამ მიმართულებით მარეგულირებელი ინსტიტუტი შეიქმნას. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მოიაზრება, რომ შესაძლოა ეს ფუნქცია კონკურენციის სააგენტომ შეასრულოს. ირაკლი ნაქნაძე BMG-თან ასევე აცხადებს, რომ ფასების საპარლამენტო კომისიამ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეიმუშავა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ სადაზღვევო ბაზარი აქტიური კონკურენციის პირობებში ვითარდება. მან ამის შესახებ დაზღვევის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული მოკვლევებისა და მონიტორინგების ფარგლებში სადაზღვევო და საბანკო გარანტიების საქმეში. მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც პლასტმასის ბოთლებში ჩასხმული სასმელის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსების აკრძალვა 2021 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა. შესაბამის დადგენილებას ხელი უკვე მოაწერა ირაკლი კობახიძემ, რომელშიც წერია, რომ ცვლილება შედის სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებაში. ცნობისთვის გეტყვით, რომ მთავრობამ 12 მარტს 2027 წლის 1 თებერვლიდან პლასტმასის ბოთლის სასმელის რეალიზაცია აკრძალა. 8 აპრილის მთავრობის ხდომაზე კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გადაავადებდნენ. მისი თქმით, გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან აქტიური კონსულტაციის შედეგ გაიშ. მისი თქმით, გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან აქტიური კონსულტაციის შემდეგ შეიცვალა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღოლაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო რთველის სუბსიდირებიდან გამოსულია. სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით მინისტრი განმარტავს, რომ სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტი. მთავრობის გადაწყვეტილებით ჭარბი მოსავლის შემთხვევაში თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, სახელმწიფო განსაზღვრავს შესასყიდად ფასებს შაქრიანობის მიხედვით. ამ მიმართულებით 60 მილიონი ლარის დახარჯვაა განსაზღვრული, ხოლო 2025 წელს 150 მილიონი ლარამდე დაიხარჯა. ვაზისა და ღვინის შესახებ კანონის შესაბამისად, ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს, ჩასაბარებელი ფასი ლარი და 30-ია. 17-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში 80 თეთრი, ხოლო 17-ზე ნაკლების შემთხვევაში 30 თეთრი. რაც შეეხება საფერავს, 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი ლარნახევარია. 17-დან 22%-მდე 90 თეთრი, ხოლო 17-ზე ნაკლების შემთხვევაში 30%, ხოლო 17-ზე ნაკლების შემთხვევაში 30 თეთრი. ამერიკულმა ნავთობ კომპანია ასპექტმა 2026 წლის თებერვალში საქართველოში შვილობილი კომპანია დააფუძნა, რომელმაც თბილისის მიმდებარედ 301.700.000 ბარელი ნავთობის და ბუნებრივი აირის ძებნა-ძიების სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გააფორმა. აქამდე აღნიშნული არეალის ჩრდილოეთ სამგორის სალიცენზიო მმართველი კომპანია Georgia Oil and Gas Limited იყო, რომელმაც კომპანია ასპექტს ბლოკის განვითარების უფლება მიჰყიდა. ასპექტ Georgia რეგისტრირებულია ამერიკის კოლორადოს შტატში და წარმოადგენს ამერიკული ნავთობის
მომპოვებული ჯგუფის Aspect Holding-ის აფილირებულ კომპანიას. ბიზნეს რეესტრის თანახმად კომპანიის 100%-იან წილს შონ კანადესი ფლობს, რომელიც Aspect Holding-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. კომპანიის ვებგვერდის თანახმად მისი დამფუძნებელი და სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარეა ალექს კრამბერგი, რომელმაც კომპანია 1992 წელს დააფუძნა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის პროექტირება რეაბილიტაციის ტენდერები გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტების განხორციელების შედეგად სკოლები 8000-მდე მოსწავლეს მოემსახურება და მოიცავს როგორც რეგიონებს, ისე დედაქალაქს. პროექტები აერთიანებს თბილისს, გორს, სამტრედიას, ასევე წყალტუბოსა და ზუგდიდს, მესტიას, საჩხერეს, ზესტაფონს, საგარეჯოს და კიდევ რამდენიმე სხვა რეგიონს. ხელშეკრულებები ითვალისწინებს სკოლების შენობების მდგომარეობის შეფასებას და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე განახლებული დეტალური გეგმის მომზადებას, რაც მოიცავს შენობების სრულ რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში მათ გამაგრებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს სკოლების ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების განახლებას და მათ ადაპტირებას თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესების მოთხოვნებზე. გაუმჯობესება საინჟინრო კომუნიკაციები, მათ შორის განახლდება გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.